მე სამწუხაროდ მოლოდინი მაქვს, პოზიტიური მოლოდინი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით შეუძლებელია გქონდეს. მე დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ, რომ 22 რიცხვში დაიწყებენ ზურა გირჩი-ჯაფარიძის დაკავებით. ამას კონკრეტული მიზეზები აქვს. ერთი არის ის, რომ ისეთ ავტორიტარულ ხელისუფლებასთან გვაქვს ეხლა საქმე, რომელსაც ნებისმიერი უკან დახევა ეთვლება როგორც სისუსტეთ. პირველ რიგში საკუთარ ამორჩეველშიც, რომ დედა რა მოხდა ეს ბიძინას უდრეკი ჯარი რატო შეშინდა, ამას არ უშვებენ. აი მაგალითად მათივე პროპაგანდისტვის ხო შეეძლოთ, რომ ჩვენს საწინააღმდეგოდაც რომ არ ქონოდა ამდენი სათქმელი, რამდენიმე პოლიციელი დაეკავებინათ ძალის გადამეტებაზე, აქციების დარბევის დროს. ხო არ დააკავეს არც ერთი. რატომ? იმიტომ რომ გამონაკლისი არ დაუშვეს, ერთს რო დააკავებ, მე ყველას აქვს განცდა, რომ შემდეგი ის არის. და აქ პირიქით არის. როგორც კი ირაკლი ოქროაშვილზე მათ შექმნეს სტანდარტი, ხო? რატომ თან ირაკლი ოქროაშვილი არ არის აქტიური პოლიტიკოსთან არ ქონდა, ხო? მაშინ რატომ იყო ის, არ ვიცი, რატომ გახდა ის სამიზნე, როგორ ფიქრობ, ამ პატიმრობის პოლიტიკოსი, რომელიც არ არის, თქვენი პარტიის წევრები არ არიან, ამაზე მაგალითად წინა გადაცემაზეც იყო საუბარი და ცხადია, ამაზეც მინდა რომ ისაუბრო, მაგალითად ვერავინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ირაკლი ოქროაშვილი აღმოჩნდებოდა ამ ისტორიის რაღაც ერთ-ერთი მონაწილე და მაგალითად თქვენი პარტიიდან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არავინ არ არის. მე ამას ვიტყოდი ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენი პარტიის ლიდერი და დამფუძნებელი 3 წელიწადზე მეტია იქ არის, ციხეში ზის. ეს ნუ ავიწყდება, ნუ რავის. 3 წელიწადზე მეტია ციხეში ზის. არა მგონია ეს ვინმე. ხო, არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ეს ივანიშვილისთვის სხვათა შორის ბედის ირონია დასაწყისში სხვა პარტიებსაც რაღაცა ქონდათ განცდა ну ნაწილს მაინც განსაკუთრებული რომ პროპაგანდაში აყოლილები იყო რომ ნაცების დანაშაულების გამოძიების კომისია და სხვები დაიბარეს სამივე პარტია გახარია რო არ მისულიყო ისიც ამ დღეში იქნებოდა ეჭვი არ შეეპაროს არა კი ბატონო და ამიტომ ბიძინას ეგა აქვს დანდობა არ იცის ის მართლა ესეთვლის კოლექტიური ნაცმოძრაობა ყველა მისვლა არასწორი იყო მე ესე უყურებ ცალსახად არასწორად მიმაჩნია მისვლა მაგრამ აი აქ სხვანაირად უყურებ ამ გირაოს საპატიმრო გირაოს გადახდა არ გადახდას. მაშინ აი მას საინტერესოა რა მისვლას რატო უყურებთ თქვათ არასწორად და გირაოს გადახდის სწორად. იქ მისვლა და თეა წულუკიანისთვის ანგარიშის ჩაბარება მიმაჩნია პირველი ლეგიტიმაციად და მეორე თეა წულუკიანს ანგარიში რატო უნდა ჩააბარო თუ თავმოყარე პოლიტიკოსი. ლეგიტიმაცია არის თუ არა ჯარიმის გადახდა. მე ესეთ რაღაცას ვიტყოდი. ჯერ ერთი გახარია როცა მივიდა გახარიას უკანა ჯიბეში პარლამენტის მანდატიც უტევს. სხვათა შორის ეს ერთი. და მეორე. ეს იმდენად ადამიანური საკითხია, ხო ახლა მე რო დამიბარონ თეატრულკერმა მე არ გადავიხდი ამ გირაოს. იმიტომ რომ იმაჩნია რომ ესეთ კომპრომისზე წასვლას აზრი არ აქვს და მე არ ვიქნები მართალი მათ შორის. მაგრამ არც და სხვადასხვა. მე ესე უყურებ რა, არავის არ გამსჯი ვინც იხდის, მაგრამ ვინც არ იხდის იმას მეტ პატივს. ანუ ამ გაბედულ ნაბიჯს უფრო უფასებ. აი ესე უყურებ რა, ვინც არ იხდის, ნუ იხდის და ნეიტრალურად თუ არ განწყობილი, ვინც იხდის ნეიტრალურად თუ არ განწყობილი, მაგრამ ვინც არ იხდის და მაგალითად ზურა გირჩი-ჯაფარიძის სახლში დღეს ესეც თქვი, რომელსაც ყავს შვილები, მეუღლე, აი რა განწყობა იქნება იქ? რომ იციან რომ საათები არის დარჩენილი სავარაუდოდ, სანამ მამას და მეუღლეს გაუჩენ. უკვე იმდენჯერ გამოვიარეთ ეს ზურა გირჩისთვის ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. პირველი შემთხვევაა ნამდვილად სისხლის გულისხმობა და ადმინისტრაციულზე ბევრჯერ ყოფილა დაკავებული, მაგრამ ამ სტუდიაში ყოფილან ადამიანები, ვინც ზუსტად იცოდა რომ მეორე პრინციპულ ნაბიჯს, როდესაც ლიდერზე არის საუბარი, რომელიც ამბობს რომ ქუჩაში უნდა ვიდგეთ, რომელიც ამბობს რომ ჯარიმა არ უნდა ვიხადოთ, რომელიც ამბობს რომ მანდატი უნდა დავთმოთ, რომელიც ამბობს რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მივცეთ, რომელიც ამბობს რომ ქართული ოცნების წარმომადგენელს ხელი არ უნდა ჩამოვართვათ. მისი მხრიდან აბსოლუტურად გამართლებული არის ამ ჯაჭვის გაგრძელება. ანუ ერთი არის პოლიტიკური ნაბიჯი და მე ცალსახად ვაფასებ ამას როგორც სწორ პოლიტიკურ ნაბიჯს არ გადახდას, იმიტომ რომ თუ ესე მიყვები რომ ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, მას არც უნდა გადაუხადო არაფერი, ხო? ხო, ნუ მაგრამ ვინც უხდის ახლა იმასთან მე არ მაქვს რა, აი ამ გარჩევაში ნამდვილად არ შევა. მე მინდა რომ ის რომ ამ ადამიანების მხრიდან რა არის, იცი, ივანიშვილი თუ ამწვავებს, ოპოზიციის მხრიდანაც გამწვავება არის აბსოლუტურად გამართლებული. და ამ ადამიანებს ამ თვალსაზრისით უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, რომ უტოპიური შემთხვევა არის ჩემი აზრით,
ეს მაინც მიუთითებს ჩვენს სისუსტეზე რაღაც თვალსაზრისით, როგორც ოპოზიციის, მაგრამ ოპოზიციონერ ლიდერებს ეხლა ციხეში ჩაჯდომით უფრო მეტის გაფუჭება შეუძლიათ ივანიშვილისთვის და მისი სანქციების პოლიტიკის გაგრძელება, ვიდრე გარეთ. ეს სამწუხარო ესე არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს ვუფასებ მათ შორის დაპატიმრება როგორც შესაძლებლობა. იცით როგორ არის, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ახლა მეც პირადად მინახავს, სხვა ადამიანები უფრო გამოცდილები არიან საერთაშორისო ურთიერთობებში, როდესაც ახლა ჩადის პოლიტპატიმრების სია და ეს სია ხდება განახლებადი და წამყვანი ოპოზიციონერი ლიდერები თვითმმართველობის არჩევნებამდე, სადაც შესვლაზე ხო რა ამბავია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც იჭერს ივანიშვილი კომისიაზე არ მისვლის გამო, რა სანქციების მიღებასაც ჭირდება პირობითად 3 თვე, მიიღებენ 2 კვირაში.